დღეს ჩვენი სტუმრები არიან თქვენთვის ძალიან საყვარელი ადამიანები, ჩემთვის ძმაკაცები, ედი და ლუკა. როგორ ხართ? პირველ რიგში ძმებო, რაღაცა გადარბენებს მოგაცდინეთ, ვიცი. მაგრამ ну, кайია, საფხული კი იწურება, მაგრამ ესე ჩვენი ადგილას მე შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით ლუდის სადგურში, ვახტანგ ბოჭორიშვილის 24 ნომერში, სადაც შეგიძლიათ რომ 16 სახეობის ლუდი დააგემოვნოთ, მივირთვათ თავისი სნეკებით და ამბებით და მადლობა პირველ რიგში ლუდის სადგურს გვერდით დგომისთვის და იმისთვის, რომ აი ეს მეგობრებთან, ძმაკაცებთან, ახლო ადამიანებთან უფრო ახლოს რაღაცა გრადუსის ქვეშ საუბარი შეგვიძლია რა, ისედაც საუბარი. რა თქმა უნდა, ამით იწყება ალბათ მაგით იწყება ყველაფერი ვაფშე. რა შვებით, როგორ ხართ ძმებო, პირველ რიგში და რა ხდება თქვენსკენ ახალი და კარგი. მარტივად რო ვთქვა. მიგიჯიმა. მე შეკენები რა თქო. მაგრამ დავარ ძმა მე ლუკას ვიცი რომ მაგრამ და. რა, სიო. შეგროვა დავა. დაანთებითა. კარგი, მეც კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა, საქმეებიც ნეუნება წინ მიდის. ახალია. რაღაცებს გეგმავთ პროექტში, ბევრი საინტერესო ინფორმაცია ექნება, ალბათ შენი ანაც ბევრი ადამიანი გაიგებს ამ ამბავს. ჯერჯერობით არ ვლაპარაკობთ, მაგრამ სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს იქნება ისეთი რამე, რაც ჯერ არ ყოფილა რა. კიდევ ერთხელ. ძალიან კარგი. ფიზიკურადაც, სულიერადაც, მორალურადაც good. თავიდანვე ჩვენი მაყურებელი საქმის კურსში რო იყოს, მე რაც უნდა დავვლი იმას თალებს დიგო. ხო, ესე შევთანხმდით და ზოგადადაც ეს შენ ხარ ისაუბრე რა აქტივობებზეც ისაუბრე და რა გეგმებიც არის. მოდი მე ამას შევჭამ და უსაძს რა თქმა უნდა. შენ რო იხრაშულო და ჩვენ რო სერიოზულად ვარაკოთ თუ შეიძლება. მოდი ეგ დავტოვოთ სიურპრიზად, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ერთ-ერთი პირველი შენ იქნება, ვინც ხალხს მაგას გააგებინა. შენი. ძმებო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. დღეს გვაქვს ეგეთი ამბავი. რამდენიმე ჩელენჯად დაიყოფა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. პირველი ჩელენჯი არის ის, რომ ჩვენ მოусმენთ ძველ ქართველ არტისტებს. მეორე ჩელენჯი არის დარევერსებულ ტრეკებს მოგასმენინებთ, ოღონდ უკვე პოპულარული ტრეკების დარევერსებულ ტრეკებს და ამ ჩელენჯის თავარი ხიბლი არის, რომ ვინც აი მაგალითად ე딘 თუ აწია ხელი და თქვა, რომ ზურიკო კოკლიანის რომელიღაცა ტრეკი არის და არ იქნება ზურიკო კოკლიანის ტრეკი და ლევსედი. მაგრამ თუ გამოიცნო, არავინ არ სვამს. მე შემიძლია შემოგთავაზოთ ლუდი, პირველ რიგში, სად ვართ, ეგ არ გვავიწყდება, ვაიცენი შემიძლია შემოგთავაზოთ ძალიან გემრიელი და ისეთი დახვეწილი ლუდი. მოდი, პირველად მე დავისხავ, თქვენ მოიფიქრეთ მანამდე. მე შემიძლია შენს გადაცემაში პირველად გავაკეთო უცნაური რამე. ჩემს გადაცემაში პირველად გავაკეთო. ვისაც გაგასინჯეთ ყველა უცნაურად აღიგოთ, მაგრამ გასინჯვის მერე უცნაურობები გაქრა. გინდა გითხრა ჩემ გადაცემაში უცნაური რა გვაქვს განაკეთები ერთად მე და შენ? სხვათა შორის ვინც არიცით, პირველი მე200 ვიდეო არის ეს არხზე, Zima Production-ზე, ცოტა საიუბილეოც შეიძლება ჩაითვალოს. პირველი სტუმარი იყო ლუკა. მართლა? კი. და მაგ გადაცემაში უცნაური ის გავაკეთეთ, რომ ძალიან ჩვეულებრივად ვსვავთ Excel-ს, რომელშიც Excel-ი არა. Просто. ბევრი გავლიეთ. მე ვიცი რომ შენ რა უცნაურობას წაპირებ, ნახევარ ჭიქამდე უნდა შეგივსო ლუდი. ხო, მოკლედ უცნაურად კი შეერს, მაგრამ ესეთი ისე სვავენ. სტუმრად რო ვიყავი ჩასული ევროპაში, პორტუგალიაში კერძოდ, ჩემმა სიძემ მითხრა, რომ ესეთი კოქტეილი გვაქვს ჩვენო დიზელს ვეძახითო. ესე, ოკეი, ლუდი მოგწონსო და მე დიდად არა თქო. კოლაო, მე კოლა მომწონსვენ. და მითხრა რომ დიზელი არსებობს ესეთი კოქტეილი. აი რომელიც გეცდება ძალიან მარტივად აი ეს. და არ გადმოვაოთ. მე ამას დავлев, ვინც ეხა ფიქრობთ რომ ეს საშინელება გააკეთა, აუცილებლად თუ ლუდის მოყვარული ხართ და თან კოლაც მოგწონთ, სადეცა მადლიერები დარჩებით აუცილებლად. ჩვენი დღევანდელი დღის მთავარი სუპერგმირი არის ჯინიანი. ჯინიანი არის ქართული ჯინი, რომელიც შეგიძლიათ რომ აი ეგ შეიძინოთ ლუდის სადგურში, ვახტანგ ბოჭორიშვილის 24 ნომერში. მზად ვართ, ესე იგი, როგორც მივხვდი. უსმენთ კიდევ ერთხელ, უსმენთ ძველ ქართულ ვიღაცა კაცი შემოვა ეხა ცოტა 5 ხანში.
წავედით 3 2 1 ზურიკო გოგიანი იქნება. არა, 20 იმადა ოქროს უბანზე მივხვდი რა, იმიტომ რომ ეს იყო ზურიკო და ვაიქნეგა ოქროს უბანი ძალიან ძველი 2004 წლის ანუ პირველი არტისტია ზურიკო კოკლიანი, უბრალოდ ვაიქნეგა პირველი არტისტია, რომლის ტექსტიც ქართული ტექსტი თავიდან ბოლომდე დავიზეპირე. ქართული რეპიდან ვის მუსიკასაც უსმენდი და ზეპირად ვიცოდე ყოველ შემთხვევაში. ხო. ნუ ჰოლანდიიდან რო ჩამოვიდა ეგ ტრეკი ზურიკო დაწყნარდი დუხით რომ დავარდი ზეგან სარკეში რო ჩაიხედე რასკავდი ჯეკი ჩანის დასკავდი აუშე ეგ ტრეკი იყო ანუ დღემდე რო ზეპირად ვიცი და დღემდე ვეუნები რომ რაღაცა რემიქსი გააკეთოს მაგ ტრეკის რომ ახლად გაჟღერ თუმცა ისიც მესმის რომ ახალს იმდენს აკეთებს რომ ძველთან დაბრუნება ცოტა ისეთია რა ხო კიდე ერთხელ მოგითხვა ჩვენს მას ზურიკოს მოდი ზურიკოს გავუმარჯოს. გავუმარჯო ზურიკოს. ზურიკოს გავუმარჯოს. მეორე ტრეკი ჯერჯერობით 1-0-ია. წავედით. გეიმაი. კაბუა. კარჩ კაბუა. გერცია. გერცი. დაწერე. ცხოვრები ჯარისკაცები და კაბუა. ბუმია და ძვალია. კაი, ეგრევე გადავიდეთ მოდი. ბებერია ბრატ. ბებერია. ბებერია. მიულოცოთ ედის სვამს ო მარტო. შავიცია და სვამ მაგითო მოგილოცე. რო სვამთქო. გადავარა მეგონა რა. ავივიდო. საუნა არ დავიწყება ძმაო რა. იცი ეს რიმეიქია. ეს არ არის ალბომის ვერსია. მე გარიცხლება რომ მე რემიქსი არ უშ. არა, რიმეიქია, რემიქსი არ არის. რემიქსი ის კი არა, ვიღაცამ გააკეთა და ატვირთა და რაღაცა დააწერა, პლატნოი ბიტს და რაღაც. იგივე დასალევია მე მგონი ეს. არა, ეს ამოწყებულის ფონდა რა. ციცამი? ეხა უბრალოდ შეცდომა არის თუ რაღაც. მუსიკას კულტურას, რომელიც კულტურაც გვასწავლა ამ ადამიანს შავპრინც. მოგონება იყოს, მაგრამ პირველი მოგონება იყოს, რა თქმა უნდა. გავარ. პატივისცემა კიდე მის სახით დანარჩენებს. შეგახსენებთ მეგობრებო? მეგობრები. შეგახსენებთ მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლუდის სადგურში, ვახტანგ გოჯორიშვილის 24 ნომერში, სადაც შეგიძლიათ რომ დააგემოვნოთ 16 სახელობის ლუდი. ავედით მომდევნო ტრეკზე. 3 2 სკაუ. შეგაგასხობებით არ მიზიდავ საროჩხა ჩემი ყოველ გერონიმო. კომპორტია ჯინსი არა. გეტის ნერი ჰე გერონიმო არის ხო? ჩვენ სვამ. მაშინ ზევნილები იქნებიან. მაშინ დასაკრავიან არბე. გავაგზავნოთ და მივხვდებით. რამის ტრაკია და ტანტაბედო აქ მოსულა მეორე ტრეკი one minute-ით ასრულებს და უთხარს მზეს ლეპია პელოდები როდის გამოიტარებს ხებდება გენდებს შესაბამის პროგნოზ რეგველის ტრეკის გასჯობს ფილიტელები არ არიან უეჭველი. აზრის ხმას გავს, მაგრამ ხო არა, კარგი არ არის. ზუსტად ინტერესები არ ვიცი. შავი პრინცია ეს? შავი პრინცია და შავი პრინცი ბაზრობდა. შავი პრინცი და თენ. ხო? კი, გაგვემარჯვესო. ვიდა დალევა თუ გინდა არ დალიო. არა, დავლი ცოტა მივირთოთ, კაცო, პროსტა ხოვაზე ხარ, იმას ვიძახი უბრალოდ. შენ მოიგი ხა და მაკონჯი უნდა დალიო თორე. დავლევ, კაცო, ზიკოს მარტო ხო არ დავალევს. თან ის ვების არ გაიზებო, აგერ ჩემი ძმას უკან. დალია, რა მიზმა? რაში აინტერესებს. მოგეხუნები. ძმას გავუმოძეს ჩვენ გულს რა, ყველა. ჩვენ ძმები ვიყავ ჩვენ საერთო ძმებიც ვიყავს და ძალიან მიყვარს ეს ურთიერთობა. და წავედით ამ ჩელენჯის ბოლო ტრეკზე. სად ვართ? სხვაზე არ მაძლევ. ერიკა. ლაგეთან.
პირველი ნაწილი ბოზო, მეორე ნაწილი ბოზო და მესამე ნაწილი ბოზო. მე მოგეუბნება, ნახე. ის ყველაფერს უჭერს მამას თავის პრობლემებზე უკვე პასკეტას მას გამარჯვებასაც იმერა ვინ უპედავს თავის კლასზე მოვიკითხავთ ენთერიკას და ჩვენ პირველი ჩელენჯი დავასრულეთ. პირველი ჩელენჯი მოიგო ლუკამ. მეორე სულკა მოიგე. მილოცავს. გადავდივართ მეორე. მეორესაც მოიგებს ბარემ. შეიყვანე. მეორე რაუნდში სამ ტრეკს უსმენთ, რომელიც იქნება დარევერსებული. სამი რომ მოვიგო ხა. ხო, სამ ტრეკს უსმენთ, რომელიც იქნება დარევერსებული და მომდევნო სამი ტრეკი იქნება ძალიან slow. ან ნიკი სლოუზე slow იქნება დაჟე რა. მაშინ შეგვიძლია წავიდეთ პირველ დარევერსებულ ტრეკზე. წავიდეთ. გალვარ. Destination. რა მოსმენ? საზანოზაზე. shit. ტრეკი აძინო. ეს იყო. გაგვიმარჯოს, ერთად ვიყოთ. აჯიმა იმისთვის ვარ, რომ შენ გალიო. რა თქმა უნდა, ვიცი, ეგრე ხომ მომწერეთ. ისე მოიგო. ისა ჯოინერ ლუკასის ავტორო გადაცემა. დროიცო. ძალიან და მოიცოდეს კაი. შემდეგ ტრეკზე წავედით, მაშინ ესე მარტივად რომ ჩავარიხინეთ ეგ ამბავი. წავედით. ვიცი, მაგრამ არ მახსოვს ეს ტრეკი. საზანოზაზე ზმა. ხო? ნიკია. ისე გავიგე. ნიკის ლოუს ნარნარი იყო ეს. გავიგე ხმადა. ანუ ამას არ ამერშის, აი. თუ შენ სვავ. არა, მე ვცვალო. ჩვენ თუ გამოვიცანით, შენ სვავ. აი. მე თუ თქვი და ვერ გამოვიცანი. ანუ ჩვენ ორი ვარ შენ ერთი ხარ რა. თქვენ თუ არაფერი არ თქვით, შენ სვავ. მე ვცვალ. კი. და თუ გადაცემა მორჩა, შენ არ ხაბიგრა. მესამე ტრეკზე წავედით და ამის მერე მოდის ძიმე. წავედით. მათემატიკური. ირამე. shit. აუ, არა და. მოიგინე. წარმოიგინე რა. ირამეს გაკოცნობა მე თქვენ ერთად დაგილავი რა. მიწია. არა. აი წარმოიგინე, ხა ეს ვამდენს რა. ანუ უკვე ხომ გაგოჩი. დავაზუსტოთ რა. დავაზუსტოთ რა. ძმა არ სვამს, მაგრამ ორი ერთს ვიგებ. შენიგებ, ხო? შენიგებ ამ ეპიზოდს, ამ იმაში. ამ მეორე ჩელენჯში ორით ერთს იგებ. ხო, მაგრამ მე როგორც ვიცი, ამ ბიფის ორივე მხარეზე მე ვითხოვდი, რომ ძალიან მაგარი არტისტები არიან რა. კი. მე ან სწორად ვიცი, ხო, ეს ხო ბიფის ტრეკია რა. ხო და ამ ბიფში არავის მხარეს არ ვარ. ნუ აი ცოტას ვიტყუები, იმიტომ რომ ზოგადად ყველაფერში ყოველთვის ახალგაზრდებისკენ ვარ რა. მაგრამ მუსიკალურ შეჯიბრში უგულისხმობ და არა სხვა რამეში. თუმცა ამ ბიფის ორივე მონაწილეს უსმენ და ძალიან მისტორდება ერთიც და მეორეც. ეს მგონია რომ ამ ბიფის ორივე მონაწილეს არ უყვარს ერთმანეთი რა. მეც ვიმედოვნებ რომ ამ არტისტების ურთიერთობა საბოლოო ჯამში მეგობრულში გადაიზრდება და ახლო ურთიერთობაში, იმიტომ რომ ცალ-ცალკე უმაგრეს ტრეკებს ჩუქნიან და ერთად ასე რომ ახალგაზრდები რო ებიფავებიან დიდ არტისტებს უკვე ჩამოყალიბებულ არტისტებს ეგ მე მგონი მარტო გიცია და всё ერთმანეთი ეზიზრება და ეგრე უნდა აღვიქვათ მე მგონი ეგ არის თაობების ერთმანეთს შორის დაპირისპირება იმხრივია რომელი ჯობი ვარ რა უბრალოდ ეხა ჩემი დრო არის და კი ან ჩემთან ან ჩემთინა აუ შენ იმდენი ხანი ხრია სამით ერთია. რა გამირე იმდენი ხანი გამირე ძმებო და კარგი ადამიანებო ჩვენ არა გოგოები არ მიყურებენ ჩვენ ყოფებით ვახტანგ ბოჭორიშვილის 24 ნომერში ლუდის სადგურში სადაც ესეთი მხიარული ამბები ხდება ხოლმე ძირითადად და გოგოებს არ მაქვს. აი ძმებო როგორც კაცებს შევხარ. რა თქმა უნდა კენესოლები. მეოთხე ტრეკზე მივდივართ მეოთხე ტრეკი არის ძალიან შენელებული დავით ეს
როდესაც ნობელი ეს რაღაც გიტარა არის უეჭველი ამაში Mama Flexia. Mama Flexia, oye. ახლა ესე დავიცეთ რა შემდეგ ხან ვიქნები მიყეზავებული სამართლიანი გავიდა ეს ჩიქა მიირთვი პატიოსე მე ამ ჭიქას ვეჭვმივიდა რა თვითმოლა მაგრამ ეს ჭიქა კი არა ეს ტრეკი მამა ფლექსია ხო ნაგი არის მამა ფლექსი მა სანგიო სანად არის მამა ფლექსი გაიჭირა ტრეკი ეხლა შენაფისაა რა არის ბადარი გეძვა მოდი აგერდა დექი მოდი აგერ ხუთი მათი მოდი აგერ მოდი ალენ მოდი ჩვენ არ გვინდა არა ზმა ჩვენ არ გვინდა ჩვენ არ გვინდა არ მინდა ანთამდრობით არ უნდა თქვა აბა მამა ფლექსი არის პრეში მამა ფლექსი და ვსი ხო რა თქმა უნდა გამოიცნო მე ავსვამ შენ სვამ ანუ გალია მა ანდროს ანდრო ლეველა გე ხოზე კი არა გაგიჟებული მშრალი ვარ რა ხო შარტემა თურმე რა ხდება წავედი აზი ჯაზი ჯაზი არა მესიე ვარ კაზე კომუნიკაციაა კაზე სანადა ვისკაბარი კაზე მაიძულა რომ დაიკიდე ესეთიო გარეპე მომასვენიო რასი კი ამ კაზის დამსახურებაა რომ გავრე ასე კარგი ადამიანი იყო ძალიან ეს ვიცოდი და უეჭველი დასალევი ამბავი მე ძალიან იდეალურად დამჭა მაგ ადამიანის გაცნობაც ურთიერთობაც მაგ ადამიანთან გულში და უზომოდ დიდი წენა მაქვს რომ ეხლა არ შეუძლია ჩვენთან ერთად იყოს ჩვენ რო არ გვაქვს ის ფუფუნება რომ ჩვენ არ იყო გენიალური მუსიკოსი ალბათ ნამდვილი რეპერი თავის სათმოს ყოველს პირდაპირ ამბობდა არასდროს არ უშინდებოდა არანაირ სიტუაციას რა ტრეკებიც აქვს ყველა ტრეკი ჩემთვის მისაბაძი არის მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა ჟანრობრივად განსხვავებულს ვაკეთებთ ყოველს მისაბაძი ადამიანი იყო ჩემთვის მე მგონი ნათქვამი მაქვს ეს რომ თერიკასთან სახლში ჩემი პირველი ტექსტი რაც დაწერილი ცხოვრებაში ასე რეპად თერიკასთან სახლში ვიყავით ძალიან ბევრი და კაზი ჯაზი იყო ის ადამიანი ვინც მოვიდა და მითხრა რომ ეგ ტექსტიო იბაზრეო და ვიბაზრე და მე თერიკას და დასავლელს გახედა და ვუთხრა რომ აი ეს ტრეკი პატივისცემაში უნდა ჩავწეროთო და ჩათვალე ბიძგის მომცემი ანუ იმას რასაც ვცდილობ რომ ახალგაზრდებისთვის ვიყო ანუ პირველი ხელს ვინც კრავს რა საქმისკენ აი ეგ ადამიანი იყო ჩემთვის კაზი რომელმაც მითხრა რომ მიდი აკეთე ძმაო რა და ძალიან დიდი დაფასება აქვს და ჩემთვის ხუისაა ეს ადამიანი მაქვს ჩემ აგები ურთიერთობა გამოსწრება მასთან და აი ადამიანი და მე ძალიან ვაფასებ და ცხოვრებაში ვეძებ კარგ ადამიანებს რა საერთოდ ასე რომ მათი სახით ჩვენ შეიძლება ოჯახებიდან ასაფოს ასე უგამონაკისები კარგი ადამიანების და კიდე სხვა ადამიანების გულს გამოვახდინეთ სხვა კარგი ადამიანები რომლებიც ავტომატურად ჩვენი ადამიანები არიან იმიტომ რომ ჩვენ ერთადერთი ვართ და სონა დავწერე ის ამის სახით იდეა იმდენად ჩემი ყველაფრის რაც მე ვახსენე და ეს მოვისალ ძმებო ბოლო ტრეკზე ხო? ხო, კაი, მოიცემ. ბოლო ტრეკზე მივდივართ. ბოლო ტრეკზე წავედით. მე შაგი იმას ვუხახებდი. ხო, მე შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ამ ჩვენი ჩახუტების თრობის შეხვედრის საუბრის ამბავი არის დაგეგმილი ლუდის სადგურში. მადლობა ლუდის სადგურს, გიორგი ვინჩემიყლია.
ვახტანგ ბოჭორიშვილის. ხო, წინ გვარი წვა იყო შეჭება. ბოლოში აი წამონა ვიჯერებდი როგორ გადაესწრებოდი. იცი. ვახტანგ ბოჭორიშვილის 24 ნომერს შეგიძლიათ მობრძანდეთ და ეწვიოთ აი კრაფტ ლუდის ძალიან კარგ ადგილს. მართლა რამ მოგვეწონა ხო? ლუდი არის უგემრიელესი. ბოლო ტრეკზე მივდივართ. რომელსაც ვიგებ? ბოლო ტრეკზე მივდივართ. ხო, ამ ვიდეოს დააწერე ეს რა უკნა ლუკა მედის. ეს და ეს და სასწორე რა უნდა ვოლდი იქეთ სადღაც კუთხეში რომ პროსტა დააკლიკო. ძმებო, დააგებს აპლიკაცია. კი. ისაგებს აპლიკაცია მიდის. ხალხზე მგედია. ვიდეო დასასრულს უახლოვდება, ამიტომ თხოვნა მაქვს ბარემ დაალაიქეთ ეს ვიდეო და არხიც გამოიწერეთ. დაგვიწერეთ კომენტარებში ვინ მოვიწვიოთ სტუმრად შემდეგ გადაცემაში. ახლა კი შეგიძლიათ უსმინოთ ბჭობას, რომელი მხარეა უკეთესი საქართველოში. კაი, წავედით. ბოლო ტრეკი. მაინც ჩხუბი რო არ არის კომენტარებში აქვს უდიდის ქუთაისის სამტრედია. ყველა ჯობია ერთმანეთს. ნებისმიერ. ყველა მეორე გარია. წავედით. ბოლო მე ტრეკი. ქუთაისი ყველა შობია. ბოლო და თავგიჟდები რა. აი, ზუგდიდია ჯობია ყველა. უკედი ჯობია ყველას, მაგრამ კემიდმა. ვერელი ვარ მეც. ეს მოსე დისტრექტს და ვეღარ თუ ტაშკია ვარო ხომ და ეგრელი ხალხი მაინც. ხაბარო მეგრელებს შენი ქუთაისი ვო. აბა რა არის იმიჟო? ვაფშე მაგარი ისე. და უკვე ეგრელები ჩვენი ქუთაისი გვაქვს. სისულელე. შევტომაზე. კაი, ძმებო. როგორც დაგვირდით, ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა, როგორც ყველა ვიდეო YouTube-ზე, ამიტომ ბოლო ტრეკს გიტოვებთ თქვენ, გისურვებთ წარმატებებს, მადლობა ლუდის სადგურს, შევხვდებით ძალიან მალე ახალ ეპიზოდში. კაი, წავედით. ბოლო ტრეკი. ვინც იყო ის შეიძლება კიდე იყოს? შენ ძმა ეხა მაფიოზა ბანას ყوار თამაშო. ეგ არ შეიძლება. იფიქრეთ, ძალიან გთხოვთ. ჩესტენი რა. მაინც არ გადის. მაშინ წინა გადაცემაში ვნახე რომ აპატიე რაღაცებს. ეხა დაიწყება ტრეკის სინამდვილეში. კარგი ხომ მაგრამ. Mashallah! Mashallah, God give me everything. Mashallah. Irish people is 3 million. Russian people is 150 million. I only want to fight your chicken. It's very easy fight this division. Alhamdulillah, I smash your boy.